თუ სარბენი ბილიკზე ხშირად დარბიხარ, შეიძლება შემჩნეული კონდეს, რომ ზოგჯერ წელი გაწუხებს, ან მუხლები და ასე შემდეგ. იდეაში სარბენი ბილიკი სიბირისთვის არაა შექმნილი. What? ნუაღელები, აგიხსნა. ბევრს გონია, რომ რადგან სარბენი ბილიკი დანადგარია და მას აქვს საკუთარი ამორტიზაცია, ეს მათი სახსრების ამორტიზაციაზე მოახდენს გავლენას. შეიძლება, მაგრამ დადებითი გავლენას არა. როდესაც სარბენი ბილიკზე არასწორი ან შეუფერებელი ფეხსაცმელი დარბიხართ, ანუ არა სიბილზე განკუთვნილი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს დაბალი დონის ამორტიზაცია, თქვენი წონის 80% მოდის მუხლის სახსარზე და შემდგომში გამოვლინდება მენისკის პრობლემებში და ასევე ასების დაჭიმაში. სირბილის დროს ყოველ ნაბიჯზე ფეხის მიწაზე დაარცხების ძალა 1-2 აღემატება თქვენი სხეულის წონას. უამრავი კვლევის ნახვა შეგიძლიათ, სადაც საუბარია, რომ გარეთ სირბილი, ანუ არათანაბარ ზედაპირზე სირბილი, ბევრად უფრო ჯანმრთელია თქვენი სახსრებისთვის, ვიდრე ბილიკზე სირბილი. აგიხსნით რატო? წარმოიდგინეთ, რომ ბილიკზე როდესაც დარბიხარ, თქვენი სარბენი სივრცე არეალი იმდენად ერთფეროვანია, რომ კონკრეტულ წერტილში მოდის ყოველი დარტყმა. წარმოიდგინეთ, როგორ იცვითება ამ დროს სახსარი, რომ მხოლოდ ერთ და იგივე წერტილში მოდის დარტყმა. ამიტომ მას ურჩევენ ხოლმე, რომ სირბილი უნდა მოხდეს არათანაბარ ზედაპირზე. თუ დაკვირვები ხართ, სპორტსმენები ყოველთვის გარეთ დარბიან არათანაბარ ზედაპირზე, მიწაზე, სადაც ძალის დარტყმის გადანაწილება მუხლის სხვადასხვა ნაწილში ხდება ყოველი მიწასთან შეხების დროს. რაც ბევრად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ბილიკზე სირბილი. თუ მაინც და მაინც დარბაში ბილიკზე გინდათ სირბილი და არა სიარული, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ფეხსაცმელი. ნებისმიერი დაბალძირიანი ფეხსაცმლის სირბილი მომავალში ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნა. სპეციალურად შექმნილი ფეხსაცმელები მნიშვნელოვნად ამცირებს ვერტიკალური დარტყმის ძალას წვირსა და მუხლის სახსრებზე. ფეხსაცმელი, რომელიც სეირნობაზეა გათვლილი, ვერ გამოდგება სირბილზე. თუ ჩვეულებრივი კედები გაცვიათ, ანუ სასეირნო ფეხსაცმელი, ასე ვთქვათ, შეანელეთ და აყენეთ შემაღლებულზე, ანუ აღმართზე და უბრალოდ იარეთ. არა საჭირო სირბილი. გამოიწერეთ.